დღეს და ხვალ ბაკურიანში მოგულის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი ტარდება. საქართველოში მსოფლიოს 19 ქვეყნის 103 სპორტსმენი ჩამოვიდა. მოგული თხილამურებით თავისუფალი სტილის სრიალის დისციპლინაა, რომელიც ბორცვიან ტრასაზე იმართება. დღეს პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მორიგი უმაღლესი რანგის ტურნირის პირველი დღე დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. სისწრაფე, სიზუსტე და კარგად შესრულებული აკრობატული ნახტომები. ეს ის კრიტერიუმებია, რომლითაც ჟიური შეფასებების დროს ხელმძღვანელობდა. ძალიან კარგი შეჯიბრება ვიხილეთ. აქ მსოფლიოს ყველაზე გრძელი ტრასაა და სასიხარულოა, რომ როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებს შორის ჩემპიონები უცნობი სპორტსმენები გახდნენ. და არა ისინი, რომლებიც წინასწარ ითვლებოდნენ ფავორიტებად. ორგანიზატორებმა დიდი სამუშაოები გასწიეს, რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო და როგორც ყოველთვის დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვეს. გუშინდელი დღე საკვალიფიკაციო ეტაპს დაეთმო. დღეს კი კოხტას ტრასაზე პირველობისთვის 70 სპორტსმენი იბრძოდა. ქალებს შორის ჩემპიონი ამერიკელი ოლივია ჯაკო გახდა. მამაკაცებში კი საუკეთესო შედეგი ფრანგმა ბენჟამინ კავეტმა აჩვენა. ქულების დაგროვება მჭირდებოდა და ამ ტურნირზე გასამარჯვებლად ჩამოვედი. საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მიზანს მივაღწიე. საქართველოს მსოფლიოს თასის ეტაპების ჩატარების უფლება 2023 წლის ზამთარში ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ორგანიზების შემდეგ მიიღო. 2 წლის წინ გამართული ტურნირების დამთავრებისთანავე ჩვენი ქვეყნის სამთო კურორტები, გუდაური და ბაკურიანი მსგავსი შეჯიბრების მუდმივ მასპინძლებად იქცნენ. მას შემდეგ რაც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ სრულიდობა გამოგვიცხადა, ჩვენ ყოველწლიურად მუდმივ კალენდარში ვალდებულება გვაქვს, რომ ჩავატაროთ მსოფლიოს ეტაპები. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემა ისეთ არხზე, როგორც არის ევროსპორტი და ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ცნობადობა უფრო მეტად გაიზრდება. მსოფლიოს თასის პირველი ეტაპი ხვალ ორმაგი მოგულის დისციპლინის შეჯიბრებით დამთავრდება. 2025 წლის თებერვლისა და მარტის თვეში კი მეორე მესამე ეტაპებს სკი კროსსა და სნოუბორდ კროსში გუდაური უმასპინძლებს.